გამარჯობა ნანკა, როგორ ხარ? კარგად თავად. მიხარი რომ მოხვედი ჩვენთან გახარებული ვარ. ნანკა, შენ მიყავდა გადაცემას სიმართლის რომ აქ დეტექტორი არ ყავს, შეგიძლია მოეშვა აქ ტყუილის ბავშვები ცნობენ. რადგან ეს არის გადაცემა რამელის ნანკა, შენ შეგიძლია შენთვის უხერხულ სამკითხვას არ იდო პასუხი. კითხვები ბევრია, ასე რომ ერთ ვაშად არ დახარჯო. გასაგებია ყველაფერი. გასაგებია ყველაფერი. კი. მაშასე შეგიძლია შეხვიდე სტუდიაში. მოვახციე. ვიღაცასთან მომიწევს ზურგით ყოფნა და წინასწარ ჩემი ბრალი არ არის ეს ყველაფერი. საწავ. კონკრეტულად მოთავდი? მე კი. ეხლა შენ ბავშვებს მოუგო ბიოგრაფია, ბიოგრაფია. შემდეგ ბავშვები დაგისვამენ კითხვებს, ის რაც აინტერესებს მათ. აი მე რა გაინტერესებთ ღმერთო ჩემო კაცმა არც. მოკლედ მე დავიბადე 34 წლის წინ იყო ეს დღე, იყო მზიანი დღე, მაგრამ ამასობაში დაღამდა. ეგონათ რომ გავჩდებოდი ესე იგი ღამე და გადავაგორე და 8-ში გავჩდი. ვარ მაისის თვის ესე იგი 8 რიცხვში დაბადებული, ანუ კურო ვარ. წლით ვარ თხა. ну რა თქმა უნდა საქციელში ეს ხანდახან შეინიშნება ხოლმე. მაგრამ ეგ არაფერი. თხა არის კომფორტის მოყვარული ადამიანი, ესეც შეინიშნება ჩემს ხასიათში. მოკლედ, თან ცოტა ჯიუტი ვარ, ეხა კურო და თხაც ორივე რქიანია. ხო ხტები რქიანი საქონელი, ამიტომ ეს რქებიც მოიაზრება ხოლმე ჩემს ქმედებაში. კიდე რა მყავს ტყუპისალი ძმა. გავიზარდე ბიჭებთან ერთად, მეგობარი გოგო გამიჩნდა დაახლოებით 15 წლის ასაკში. არაჩვეულებრივი ადამიანი ისიც, იმიტომ რომ ქართულად არ ვიცი რომ გაქვია მას სტოპეაც თამაშობდა და დაუმეგობრდი რა. ფეხბურთის მოყვარული იყო ეს გოგო და დაუმეგობრდით. კიდე რა მოგიყვეთ? მე ჩავაბარე 96 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, ძალიან მინდოდა მსახიობობა. 2000 წელს დავამთავრე, მოხვდი თეატრალურ სარდამში. მე ესე მომთაბარეობდი, დავდიოდი წინ და უკან სხვადასხვა თეატრებს, სადაც მიმიწევდნენ, მოკლედ იქ თამაშობდი. და ახლა ოფიციალურად ვარ მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი და მოდით და გნახავთ ხოლმე სპექტაკლებზე დაგბადე. გამარჯობა. მე ვარ ნათია გაბაძე. 10 წლის. როდესაც თქვენ დედა გახდით, რა გრძნობა გქონდათ? იმ წამს, პირველ წამზე საუბარი, პირველი წამი რაც იყო, არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო, პირველი კითხვა იყო, ხო ყველაფერი კარგად აქვს, ხო ჯანმრთელია და საერთოდ არ მაინტერესებდა სხვა არაფერი, მინდოდა რომ იმ წამსო ყველაფერი შეემოწმებინათ და სხვა ინტერესი და შეგრძნებები არ მქონდა. თავარი იყო, რომ კარგად არის და ჯანმრთელი არის. კაი, წავედით. გამარჯობათ, ლიკა კოჯაევი 14 წლის. მაინტერესებს რამდენი წაზაკში იყავით, თუ სიგარეტის მოწევა დაიწყეთ? ძალიან ცუდად ვიქცევი, 25. 25 წლამდე გასინჯულიც არ მქონდა და მე თვლი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, მაგრამ ბედნიერება არს, ესე იგი დავანებე თავი. და როიძახიან ხოლმე, რომ სიგარეტს თავს დაანებებს სხვანაირად, სუნთქავს სხვანაირად. აბსოლუტურად მართალია ხალხო, ეს არის სასწავლო. მე მეგონა რომ დილა მეზიზღებოდა. ანუ დილით რომ აღვიძებდნენ, ყავი ძალიან ცუდ ხასიათზე, თავი მტკიოდა, არაფერი არ მშველდა, ყავა არაფერი, მოკლედ. თურმე სიგარეტის ბრალია რა შუაშია დილა. სიგარეტს არ ვეწევ და ვდგები ეს, გაღვიძებული, გაფხიზლებული, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი მიხარია. არის რომ სიგარეტი არც დაიწყოთ და საერთოდ მოდაში აღარ არის. ძალიან ცუდია ვნებს ჯანმრთელობა. ნუ ეს ისედაც იცით, მაგრამ ახლა ვისაც გასინჯო, ნუ გასინჯობ ძალიან გთხოვ. ადვილად გაანებეთ მოწევას თავი? კი. არა, ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის ერთი კვირა, ვერ ვიტანდი ვერავის. მე რომ ნახე ძალიან ბევრი ვიდეო მასალა, სადაც არ ვიცი შეიძლება თქვენს გაქვთ ინტერნეტში ნანახი ფილტვებს რას უშვება, როგორი ილექება, რა ხდება და იმის გაწმენდა, მე არ ვიცი წარმოუდგენელია, ნახევარი წელი მინიმუმ უნდა რომ ეს ყველაფერი დადექილი ამოვიდეს, უნდა სვა მე უზმოზე რძე, ნოკე მთელი ამბებია და ხა გიღირთ ეს ყველაფერი სიგარეტად. არ მოწიოთ ბავშვებო, არც გაბედოთ, იმიტომ რომ გამოცდილი ადამიანი გეუბნებთ რომ ეტა кошмар. გამარჯობათ, მე ვარ კეთევან ქეხვიშვილი, 11 წლის. ოდესმე თუ გიფიქრიათ ბიჭი რომ ყოფილიყავით. რა თქმა უნდა, ჯარში წასვლაც მინდოდა ძალიან. მაგრამ ბიჭმა ხო ძმა მყავს ოფიციალი, ამიტომ ბავშვობაში სულ ბიჭებთან მქონდა შეხება. ღრმა ბავშვობაში, ესე იგი ძალიან მინდოდა მეგონა რომ ჯარში უნდა წავიდე მე, აბა რა, ახლა გოგო ვარ თუ ბიჭი ვარ თუ ვინ ვიყავი, არ აჭრილი ვიყავი მაგარი მოკლედ. სადღაც 14-13 წლის ასაკიდან ბიჭებმა რომ გამომაძევეს, ახლა წადიო. სად წავიდე მეთქი და მეცი რა ჩვენ უკვე გოგოებზე გვაქვს სალაპარაკო, უკვე მიხვდა რომ გოგო ვარ მეც. გამიშვეს და წავედი ამ გოგოებთან ახლა.
ამ გოგოებთან მივედი და ძალიან არ მოვწონდი იმ გოგოებს კი კეთში, იმიტომ რომ ბიჭებთან დავდიოდი, ეს გადატყავებული ვიყავი და ეს რა მოვედი და ისინი ბიჭებს ჭორავდნენ და ძალიან დავიძაბე ხა, ვერ გავიგე რა მექნა. მოკლედ ამ გოგოებმაც მიყურეს და ვერ მიმიღეს და ბოლოს დავდიოდი მარტო, ბიჯექი ხეზე, მარტო და ძალიან მიხარე ლაშა ევანიძე ჩემი უახლოესი მეგობარი ბავშვობის რომელიც დღემდე მყავს და ერთადერთი ეგ იყო რომელიც დადიოდა და მეძებდა და ხეზე მიპოვა, იმიტომ რომ ვერ გავიგე რა მექნა. ბიჭებმა გამმაგდეს, გოგოებმა არ მიმიღეს და დავრჩი მარტო. ღამურასავით. ძალიან რთული პერიოდი. ეს ყველაზე პირველი ტრაგედია იყო ჩემს. ვიჯექი და ჯღავდი ბოლო ხმას. აბა. გამარჯობა. ანა ბერიძე 9 წლის. რის გამო მიგიღეს პირველად ტელევიზიაში? აი არ ვიცი, ეგ უნდა კითხო, ვისაც ვინც მიმიღო. მე მოკლედ ესე რომ დამიბარეს კასტინგზე და მე მგონია რომ კინოს კასტინგზე ვარ მისული. მივედი და ვარ აი და ნუ როგორც დავდივარ ხოლმე რაღაცა გაწეწილი დახეული ჯინსებით და უცებ მივედი და იქ დამხვდა ძალიან ბევრი გოგო კაბები აქვთ მოტანილი, მომზადებულები არიან, რაღაც სალონიდან გამოსულები, თმა დაყენებდი, ვერ მივხვდი სად ვარ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ფილმის რეჟისორმა დამიბარა კასტინგზე. მომწეს ორი ფურცელი და ეს ფურცელი ხა წაიკითხა, შედიო და თქვია. და რატომაც ხა ზუსტად ისე ვერ მოვყევი, მაგრამ რაღაცა ჩემი სიტყვებით გადმოვეცეს ყველაფერი და ძალიან მოეწონა და რატომაც ამიყვანეს და მე გავიგე რომ ტელევიზიის კასტინგი იყო და წამყვანა დამიყვანეს. და შემთხვევით მოხდი ორი გადაცემის წამყვანად. ეხლა აღავისა არ ახსოვს, არდბულო არ იყო და მე ექსკლუზივი იყო რაღაც მუსიკალური ათეული. იქაც სრულიად მოკლედ ძალიან შემთხვევით მოხდი ტელევიზიაში, მართალი რომ გითხრა. და შევრჩი კიდევაც, მე ვარ ვეტერანი იმედის. გახსნის დღიდან მარტო მე დავრჩი მე მგონს. რა ლამაზები ხართ, რამდენი ხართ რა კარგები. მარიამ შიოშვილი 12 წლის. მაინტერესებს თქვენი აზრით, ითამაშეთ თუ არა დიდი როლი თქვენმა გარეგნობამ თქვენს კარიერაში? გარეგნობა მე მაქვს ახლა რომ ჩემ კარიერაში ითამაშა, არ ვიცი. არა მგონია, იმიტომ რომ მე ხარ ვითვლები იმ ლამაზ მანად, რომ აი ლამაზი გოგოა და ლამაზი როლები აქვს და ლამაზ ქალებს თამაშობს. მე ერთი ჩვეულებრივი როგორიც ვარ, ესეთი ვარ, ანუ ლამაზ მე ვერ აღვიქვავ ჩემ თავს ახლა. ანუ მე ვთვლი არაფერს არ დამეხმარა, პირიქით მე იმედი მაქვს რომ არ დამეხმარა და ჩემი რაღაც სხვა თვისებების გამო მომწეს ეს თუ ის როლი და რეჟისორებს ყოველს დიდი მადლობა რომ მომანდეს. იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული როლები მქონდა თეატრში, რაც ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ თეატრში არ დადის ხალხი აქტიურად, მაგრამ იმედია ივლით და მიხვდებით რომ ლამაზი გოგო მე არა ვარ. თუმცა კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყავი. თქვენთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია თუ კარიერა და რატო? ოჯახზე მნიშვნელოვანი ზოგადად მე მგონ არაფერი არ არის, საერთოდ არაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის კეთილდღეობა და კომფორტი აბსოლუტურად ყველაფერზე წინ დგას და კარიერას, ეცა სტიმულიც უფრო დიდი გაქვს ოჯახი, როცა ყავს, ოჯახის წევრები როცა კარგად არიან, მარტო შენთვის ხო არ ცხოვრობ, მე არ ვარ ეგოისტი ადამიანი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, იმიტომ რომ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რა, ხანდახან კარგია ცოტა ეგოიზმი მქონდეს, მაგრამ არ მაქვს. და ამიტომ მე ალბათ უფრო ოჯახს ვაყენებ წინ. ოჯახის კარგად ყოფნას, ოჯახის ყველა წევრის კარგად ყოფნას, მაგრამ ეს კარიერაც ალბათ საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი კარგად იყოს, ამიტომ ერთად სინთეზი მომწონს. უჩვენებთ თუ არა თქვენ შვილს მსახიობობას მომავალში? ჩემ შვილს მე არ ვიცი რას ურჩევდი, იმიტომ რომ რაც თავარია ძალიან უნდოდეს. ეხლა იმას თუ ენდობება ძალიან მსახიობობა, ნამდვილად არ ვეტყვი რომ რატო და ნუ ეხლა იმიტომ რომ ადამიანისთვის თავარი არის ცხოვრებაში თავისუფლება. თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაც უფრო თავისუფალი იქნება ადამიანები, თვითონ გადაწყვეტილებების მიღება გაუადვილდება, მე ცხოვრებაც გაუადვილდება. თუ უნდა მსახიობობა, მაშინ ეცადოს რომ იყოს კარგი მსახიობი. ხა ისე რას ზოგადად არც ერთ პროფესიაში არ მივესალმები ნახევარ ტონებს, თუ აკეთებ დიდი ბალში მას გამიშონა დაძელოთ რა, ანუ ქართულად როგორც გოგოს გავიჯერე. და რა იყო თქვენი პირველი როლი კომედიური? ინსტიტუტში თუ თეატრში? არა, თეატრში. თეატრში იყო პირველი როლი. ინსტინქტი იყო ესეთი სპექტაკლი, რომელიც დადგა ოთარ ეგაძემ და თამაშობდი მოსამსახურეს სახელად ჟასანტი და მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი ესეთი როლი. დამოუკიდებელი თეატრში. სხვა ქვეყანაში რო დაბადებულიყავით, როგორი იქნებოდით და როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება? ქვეყანაში დავაბადებულიყავი. იმედი მაქვს ისე მსახიობი ვიქნებოდი, ნუ სხვა პროფესია უბრალოდ არ მაინტერესებს საერთოდ, ანუ ვერც წარმომიდგენია სხვა ქვეყანაში ნიშნულობა არ აქვს, სად დავიბადებოდი, მთავარი მსახიობი ყოფილიყავი. განსხვავება იქნებოდა ალბათ იმაში, რაღაც ჩემ ქმედებებს არ დაარქმევდნენ, აი ეს რაღაცნაირად უკომპლექსო, რაღაც სისულელებს რო იძახიან, უკომპლექსო საერთოდ არ არის, ძალიან ბევრი კომპლექსი მაქვს, ოღონდ მართლა.
და რაღაცებს ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა რა ქმედებებიდან გამომდინარე რაღაცებს არ რა კითხო უფრო მარტივად შეხედავდნენ ალბათ იმ ქვეყნის წარმომადგენლები თუმცა კაც მარტივად სად გავჩნდებოდა ეგეც ხო საკითხავია ხო ხო გავჩენილი ყავს სადმე მუსულმანურ ქვეყანაში იქ სხვანაირად მომიწევდა ცხოვრება გავჩენილი ყავი ევროპაში სხვანაირად მომიწევდა გააჩნია სად რისთვის მიმეტებ მითხარი რომელ ქვეყნისთვის მიმეტებ მაგალითად ინგლისში აი რა კაი გქხარ ინგლისში ალბათ რადიკალურად სხვა იქნებოდა ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესოც იქნებოდა მე ვეჭვი მაგრამ იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაცა ხდება და ახლა გადაცემებში მაგალითად აქ სტუმრად რომ ერთ და იგივე სახეები დადიან გინდა არ გინდა იმიტომ რომ ბაზარია პატარა ძალიან ცოტა არის ის ადამიანები მსახიობები მომღერლები ხო ხდებია გინდა არ გინდა მაინც ერთ და იგივე ხალხის ყურება გიწევს რა და იქ დიდი ასპარეზია ბევრია ბევრნაირ გადაცემა შეგიძლია გააკეთო ბევრნაირ სტუმარი შეიძლება გყავდეს და ამიტომ იქ ალბათ უფრო მეტი საშუალება მექნებოდა რაღაცების კეთების მეტი არაფერი იგივე ვიქნებოდი დარწმუნებული მიკამნეშვილი რა საკეთებ თავისუფალ დროს ეხლა უკვე იქიდან გამომდინარე რომ გავხდი დედა რაც სასწაული შეგრძნებაა და სად ვიყავი ამდენი ხანი ახლა და ეს შემთხვევა რომ მართლა აპლოდისმენტებს მსახურებს არა მე არამედ ზოგადად მცნება რომ დედა გავხდი თავისუფალი დრო თუ მაქვს ეს არის რა თქმა უნდა ჩემს დანისთან ერთად ვატარებთ დღეს ძალიან ბევრი ვითამაშეთ აქ მოსვლამდე ხო და ნუ აი გადაღებიდანაც რომ ბრუნდები მაგრამ გადაღება თქვა დილის 7-ზე რომ თავდება მისწრებაზე ვარ ხომ იმიტომ ისე მაგრა იღვიძებს ხალხი თქვენ ეს არით რა საკავობა ეს ხო წევს რაღაცნაირად ხო იზმორება მე ხიზდება ვერ ხვდება სადარ და რომ გაფიქსირებს და გიცინის და ნუ აი რა მაგარი არის და ამიტომ ღირს ყველაფრე თავისუფალი დრო არის დანის დრო ზოგადად დანისგან თავისუფალი დრო კიდე მე არ მაქვს გამარჯობა მე ვარ მარიანა ბობოხიძე 10 წლის ჰოლივუდში რომ მიეწვიეთ დათან ხვდებოდით და ოჯახს მიატოვებდით ოჯახთან წავიყვანდი ჰოლივუდში თუ მიმიწვევდნენ ალბათ ისე მიმიწვევდნენ რომ პრობლემა არ მექნებოდა ოჯახით ერთი ორი წევრი წამეყვანდა ოჯახის გარეშე არ წახვიდოდით ასე წადი ხატია კენჭაძე 13 წლის როდესაც მუსიკალური შოუსთვის თქვენთვის ეძებდნენ პარტნიორს თქვენ გაგახსენდათ ეგზოტიკური ბიჭი არის თუ არა სამორი ბალდე თქვენი აღმოჩენა გურმეშინია ხმამაღალი ფრაზების ვაიმე სამორი ბალდე მე გავიცანე კლუბში MC იყო იმ კლუბში და ძალიან მომწონდა იმიტომ რომ ძალიან თავისუფალი კარგი ადამიანი იყო რო ეძებდნენ წამყვანს უნდა სხვა ფორმატის ადამიანი ზოგადად და მე შევთავაზე რომ ანუ ძალიან პოზიტიური ადამიანია სამორი და ეკრანისთვის მე მგონი ძალიან კარგი იყო ხო კარგი იყო და აღმოჩენას ვერ ვიტყვე ხა უბრალოდ მეური იცახდა რომ თქვენ აღმოაჩინე არა მე მივიყვან მე შევთავაზე ანუ სამორთან ერთად სამორისთან ერთად წამეყვანა გადაცემად აღმოჩენა ძალიან ისეთ ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ სამორი ძალიან მაგარი ადამიანი ძალიან ნიჭიერია და მე მგონი აღმოჩენა კი არა და გლობალურად აღმოჩენა იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერია ზოგადად ბევრ რაღაცაში თან განვითარება უყვარს და სწავლობს რაღაცებს რამდენი შვილი გყავს? გიწესებენ რომ ან ახინჯი ხარ, ან ლამაზი ხარ, ან ისეთი ხარ. ყოველ წამს შეეძლოთ უარის თქვა, ადგომა და წასვლა, მაგრამ ისინი მზად იყვნენ ამ კითხვებისთვის. თავისი ამოცანა ფილმმა შეასრულა ესეთი სახალისო, ხალხი დადიოდა და უყურებდა, მაგრამ არადა მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ზოგადად როგორი სიმთვრალე გაქვს. ძალიან მალე გამოვა ჯიდეზე ძალიან მაგარი სერიალი. ჩვენთვის ძალიან ლამაზია რუსკა მაყაშვილი. მე ძალიან მომწონს. ჩორენა ბეგაშვილი ნამდვილად. ნაკამ ძალიან კარგი მე მაინც შეგახსენებ რომ შენ გაქვს უფლება რომ სამ კითხვას არ არის პასუხი ხო ჯერ რაღაცა ეგეთი კითხვა ჯერ არც ერთი არ გამოგიყენებია ამასაც შეგახსენებ ძალიან კარგია ესე გააგრძელოთ და ბავშვებო თქვენც ესე გააგრძელეთ მე საშიში ხმაა მოგესალმებით ანა ბერელაშვილი 14 წლის თქვენი შესრულებული როლებიდან რომელი ფილმი არ მოგწონთ ან თქვენი როლი ფილმის როლი დიახ ახლა მე რა ვთქვა რომ როლი არ მეწონს მე ვინმე შეწყინება თუ არ ეწყინება რომ რაღაცებში არ ვეთანხმები სხვანაირად ხედავდი მე ვთქვა პერსონაჟს ამა თუ იმ როლს და სხვანაირად განვითარდა თორე შესაბამისად რადგან სხვანაირად ხედავდი არც გამომივიდა მე ვიტყოდი რომელი პერსონაჟი არ მოგწონს ან რომელი ფილმი აი ოცნების ქალაქში მე ჩემი პერსონაჟი ვერ გავიგე ბოლომდე მართალი და თვითონ ფილმი მოგწონთ
თვითონ ფილმი ძალიან მგზავრები, რაღაცა ლამაზი ადამიანები, აჩიკა სოლოღაშვილი თავისი ამოცანა ფილმმა შეასრულა, ესეთი სახალისო, ხალხი დადიოდა და უყურებდა, მაგრამ მე ჩემი თავით რა თქმა უნდა ძალიან უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირი მყავდა წარმოდგენილი, რაღაცნაირად სხვანაირი აღმოჩნდა. ხო, მოკეთ, ალბათ დიდად ვერ შევიყვარა, ხო? მადლობა. თქვენი აზრით, თქვენ უფრო ლამაზი ხართ თუ შორენა ბეგაშვილი? მე საერთოდ არ ვთვლი თავს ლამაზად, ამაში მთელი საქმე. და ამიტომ Facebook-ზე რო ჩნდება ხოლმე ეს ჯობია თუ ის ჯობია გიждდებით რა ხოცავენ თან ერთმანეთს. არა ეს უფრო ლამაზი, ეს რას გავს, რაღა დროს ამისი ლამაზი. ხალხნო არ მაქვს პრეტენზია სილამაზეზე, ნამდვილად, რაც ვარ ეს ვარ. შორენას ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ადამიანია, ძალიან ლამაზი და სექსუალური გოგოა და საერთოდ სხვა ფორმატშია ის და სხვა ფორმატში ვარ მე და რატომ ადარებენ ვერ გავიგე. საერთოდ აი ეს გვერდები ყველაზე ლამაზები, ყველაზე სიმპათიურები, ყველაზე რატო იგონებენ და მე რატო ხოცავენ შიგნით ერთმანეთს, მე არ ვიცი. ამიტომ მე მეგობრებშიც არ მყავს ესეთი გვერდები, იმიტომ რომ ვერ გავიგე რა უნდათ. თვითონვე იგონებენ, თვითონვე რაღაცა გიწესებენ რომ ან ლახინჯი ხარ, ან ლამაზი ხარ, ან ისეთი ხარ და მე მიდის ომი სერიოზული და ნუ მოცლილები არიან მე მგონი მაგარი. ნანკა. ბატონო. ვინ უფრო ლამაზია? შენ თუ შორენა ბეგაშვილი? შორენა ბეგაშვილი, ნამდვილად. არ შემეშვა, გაიგე? რანაირად ავხსნა ახლა მეტი რა გავაკეთო. გამარჯობათ, მარიამ ეს 19 წლის. რა გვარია თქვენი შვილი? კეიდია, მეგრელია. ეს ძალიან მცნარია, ეს ვიღაცამ დამირეკა ჟურნალისტმა თუ რაღაც, იმიტომ რომ ანუ ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ხელი არ გვაქვს მოწერილი და ნუ მოკეთ ტვინი წაგვიღეს. ახლა ნუ რო აღარა ოფიციალურებთ, ახლა ბავშვი გაჭდა ბოლო აღარ მიდიხარ და ნუ არ გვაქვს ახლა ეს მოთხოვნილება ესეთი რომ გაქანდი ხელი მოაწერა ჯვარი და ეწერა. გადასარევად ვარ, თუ საჭიროდ ჩავთვლი და მოგვინდება, ნუ არ არის პრობლემა. და ბოლოს ახლა შენი კითხვა რატო არ გასაგები მირეკავენ. გვარი მისცა გახდა ბავშვი კეიდია და მეთქი ნუ რა უბედურება მისცა გვარი. დავიგე რომ შენმა მეუღლემ ბავშვი დაბადებისთანავე აიყვანა ხელში და ისიც გავიგე რომ შენ ცოტა გაგიჭირდა და რა იყო ამის მიზეზი? მე შიში მქონდა, აღარ მაქვს პატარა ბავშვები, თუ მეშნო რამე არ ბატკინო, რაღაცა არ ეთკინოს და პირველი 2 დღე ძალიან მეშინოდა და რა შემოყავდა საჭმელად. ერთხელაც დატოვეს დიდი ხნით, ახლა ნუ 2 წუთში ერთხელ აკითხავდნენ, უყურებდნენ და დაწოლილი უნდა მეჭმია, დაწოლილი ვაჭმევდი და უცებ დაიწყო ისეთი ტირილი, რომ ძალიან შემეშინდა ხროტინის ხმა ყო. მეთქი რამე ცუდად ხარ და აქ იყო რაღაც ზარი. რომელსაც ნუ ვერ წვდებოდი ხელით, მე გადავწყვიტე რომ ეს წაწოლით იქნებ ფეხით მიწვდა და ვერც ფეხით ვერ წვდებოდი. მოლოს ვკიოდი მიშველეთ, იმიტომ რომ ძალიან შემეშინდა, შემოვარდა ეს ეკთანი და დედა ხარ ახლა შენ რა ჭირს რატო ტირის მიშველეთ, მეთქი ძალიან ცუდა და ბავშვთან ნუ მტოვებთ ესე დიდი ხნით მარტო ვიძახი და მესამე დღეს უკვე მომეშვა და საერთოდ აღარ უშვებდი ოთახიდან დატოვეთ ჩემთან ვიძახდი, მაგრამ ეს პირველ ეს სიმწარე მახსოვს, ვიტყვი ყველანაირ პოზაში მიდოდა იმ ზარს მივწვდომოდი და ვერ ვწვდები. ირაკლი გოგუაძე 14 წლის. თქვენ მიყავდათ სიმართლე გადაცემა სიმართლის დრო, თან ძალიან კარგად. მე მაინტერესებს თქვენი აზრით სწორია თუ არა, როცა ადამიანს უსმევ ისეთ კითხვას, რაც მას შეურაცხყოფს, მას მიაყენებს. კონკრეტულად ჩემს გადაცემაზე საუბარი, იქ რა კითხვებით ხდებოდა? ახლა რა ხდება? იმ გადაცემაში ვინც მოდიოდა, წინასწარ ყველა მიცოდა რა კითხვას დაუსვავდი. ყველა. წინა რამდენი დღით ადრე წინა დღეს გადიოდნენ დეტექტორს, ყველა იმაზე მეტ კითხვასაც კი გადიოდნენ, უბრალოდ არ იცოდნენ გადაცემაში რა კითხვა დარჩებოდა, თორემ ყველა კითხვა მოსმენილი ქონათ. ყოველ წამს შეეძლოთ უარის თქმა, ადგომა და წასვლა, მაგრამ ისინი მზად იყვნენ ამ კითხვებისთვის, ისინი მოდიოდნენ ფულის მოსაგებად, ზოგი პიარისთვის მოდიოდა, ასე რომ ეს არ იყო მოულოდნელი არავისთვის. ახლა მე რას იძახდნენ რომ გადიოდნენ სტუდიიდან, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ იმ სკამზე დაჯდომის დროსაც კი ბოლომდე მეკითხავთ შეეძლოთ ამდგარიყვნენ და გასულიყვნენ. მაგრამ ყველა მზად იყო ამისთვის, რომ ყველა კითხვისთვის, ასე რომ პრობლემა არ იყო. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ ლიზი ფერცვანია, 8 წლის. თქვენი აზრით როგორ გაჩნდა დედამიწა? ახლა ეს იცი რა შესაქმე? რელიგიური თვალსაზრისით მივუდგეთ თუ ზოგადად როგორ ფიქრობ? შენი აზრი გვაინტერესებს. ნატა კალტოშვილი რას ფიქრობს, როგორ გაჩნდა დედამიწა? ღმერთო ჩემო.
შეგიძლია თავი არის. არა, ხა ეს თავისასარდებელი არ არის, მაგრამ აი რა კუთხით მივუდგე ვერ მივხვდი და პირდაპირ გაჩნდა. ესე ადგა გაჩნდა. ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, ხა როგორ გაჩნდა. ჩემი ვერსია არის იყო ეს galaktika-ში, ხო რა მტვერი არსებობს, რაღაცნაირი მტვერი galaktika. მე რა ეს მტვერი გროვდება მოლეკულებად იქცევა და მოკლედ ეს ჩნდება ნელ-ნელა სიცოცხლე. მაგრამ მოდი არსებობს კიდე ვერსია, რომ 7 დღეში შეიქმნა ყველაფერი და იყოს ეს 7 დღე, რას დაეცვა. ბავშვობაში რაზე უცნობდი, რომელიც ჯერ არ ახდენია. ფრენა მინდოდა ყოველთვის დაეჭვმაქ რომ არა მიხდება ეგ, მაგრამ აი დარწმუნებული ვიყავ სიზმარში ისა, მაგრამ დავფრინავდი ყოველთვის და დარწმუნებული ვიყავ რომ ტექნოლოგია ვიცი ფრენის და რა ხდებოდა ხო ყოველ სიზმარში ეს ძალიან დღემდე ეხა ამასექში ესე ვარ ხო მე სიზმრება რომ რაღაცა ცუდი სიტუაცია ხო არის რაღაც სიზმარში რაღაც დაძაბულობა ხდება და იქიდან გინდა რომ ვერ გარბიხარ ვერ იმაშები ეს ბავშვობიდან ესე იგი ჩემი ტექნოლოგია მქონდა სიზმარში ოღონდ ახლა ცხოვრებაში ხوار დაფრინა აი აქ ხერხემალი უნდა დაძაბო როგორც კი ეს ხერხემალი იძაბება ჰაერში ვიწეოდი სიზმარში და ეს იმდენად გამჯდანი მქონდა ხო სასაცილო მაგრამ ეს დარწმუნებული ვიყავი როგორც კი სიზმარში რაღაცა ცუდი ხდება ოღონდ მეტყობა ძილშიც ვიძაბებ ეს ხერხემალს ვძაბავ და სუპერმენი სადღაც მივფრინა მოკლედ თელ ტექნოლოგია მაქვს ჩემი რა ფრენის და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ცხოვრებაში ესე მეფრინა წყალზე მელო მაგრამ ნუ არ გამოვიდა ჯერჯერობით ეგ ამბავი თუმცა წინ არ ყველაფერი არ იცი რა ხდება მაგრამ ნუ სიზმარში ზუსტად ვიცი როგორ უნდა დავფრინავდე რა ეს ხერხემალს ვძაბავ და ზემოთ ავდივარ და იმ ცუდი სიტუაციიდან ეგრევე მივდივარ ხო ყველაზე მეტად რას ნანობ ცხოვრებაში დაკარგულ დროს აი ეს არის ყველაზე საშინელება იმიტომ რომ დროს ვერაზრს ვერ დავიბრუნებ ყველაფერი შეიძლება გამოასწორო, ის გააკეთო, რაღაც აქციელები, ნუ ვნანობ, მაგრამ ნუ რასაც ვერ შევცვლი უკვე აზრი არ აქვს, მაგრამ ნუ უნდა დასკვდები გააკეთო და იგივე არ გაიმეორებ, მაგრამ დაკარგულ დროს ვერაფერს ვერ უზავ. ძალიან ბევრი სისულელეს მაქვს დაკარგული დრო. მეტი შემეძლო გამეკეთებინა, საქმე იქნებოდა, თეატრი იქნებოდა, ანუ ზოგადად ბევრად მეტი კარგის გაკეთება შემეძლო და ეს დრო დავკარგე, ხო, დროს ნუ დაკარგავ ტყუილად. ყოველთვის ფიქრი ამაზე. გამარჯობა, მარი შენგელია 12 წლის. წეგან თქვენ თქვით, რომ არ ხარ ძალიან ლამაზი ადამიანი. არადა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ადამიანები რომ ინიშნებოდნენ თანამდებობაზე სილამაზით, მაშინ თქვენ პრეზიდენტი იქნებოდით და მაინტერესებს თქვენ თუ არ თვლით თქვა თავს ლამაზად, ვინ არის საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალი თქვენი აზრით? ძალიან ბევრი ლამაზი ქალი საქართველოში. უდაოდ ლიკა ქავჟარაძე რომ ლამაზი ადამიანია, ამას რა თქმა უნდა განხილვა და ზოგადად ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა. შენ ძალიან ლამაზი ადამიანი ხარ. ძალიან ბევრია ქუჩაში დადიხარ და ძალიან ლამაზები არიან. სილამაზეს რას ეძახთ? მე მაგალითად ტიპაჟები უფრო მიყვარს. აი ძალიან დავარცხნილი, დალაგებული არც გოგო მომწონს და არც ბიჭი. ძალიან თოჯინები ვითრო არიან. მე მიყვარს ცოტა ყეხი რო აქვს ხოლმე, ცოტა თქვა რაღაცა ცოტა დიდი კველი ქონდეს ვიღაცას და ტიპაჟები მომწონს, რომელიც არ გბეზრდება და რა ვიცი, ხა მე მაგალითად, ხა ვიღაცის შეება სტანდარტული სილამაზის არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ლამაზია რუსკა მაყაშვილი. მე ძალიან მომწონს. აი ეგეთ გოგოები მომწონს, ხები? აი სულ არ მჭირდება კონდეს ვიღაცასნაირი, თქო პატარა კურნოსი ცხვირი, რაღაცა დალაგებული. აი როგორიც არის, აი გიждები ისე მომწონს. ანა მარია ფოჩხუა 13 წლის. ანა მარია ხმა მოიღე? რაღაცას კითხავ, ოღონდ კარგად აფიქრდი. იქნებ ჩალკე მკითხო, შენ სახით მეკითხე. ნანკა. რამდენი შვილი გყავს? ნუ ეხა შენ თუ პერსონაჟზე საუბრობ შვილო, შენ ხარ უფროსი შვილი, ესე იგი. ესე განა მარია, ძალიან მალე გამოვა ჯიდეს და ძალიან მაგარი სერიალი, სადაც ჩან შვილს თამაშობს და ესე იგი მაგდა გამოდიან 2. მაგრამ ისე ერთი მყავს დანი, მაგრამ შენ შვილთა შვილი ხარ, ესე იგი შეიძლება ითქვას. ვერ შევხვდი გადაღებ შევხვდებით ერთმანეთს როდეშმე? რა თქმა უნდა. რომელ სერიალში? არ თქვას ახლა. მოკლედ დარჩეს ძალიან მალე, ესე იგი დაელოდეთ ბავშვებო, ცოტა ხანში გამოვა მალე. ესე იგი აი ამ არხზე ეს სერიალი, მე კი ველოდები მოუთმელად. იმედია გაიქნება. ძალიან. ზოგადად როგორი სიმთვრალე გაქვთ ესეთი? გამოდით მეზობლებად თუ ჩვეულებრივ დალევთ და წახვალთ სახლში? ესე იგი, ჩემი სიმთვრალე 27 წლამდე არ ვსვავდი მე. სვავდი რა, ნუ მოკლედ. ერთხელ დავლე სპეციალურად ინსტიტუტში ჩაბარებამდე.
ეს ცნობილი ამბავია უბრალოდ. ახლა რომ მინთხრა მთვრალი განასახიერე, რა ვქნა მეთქე, სახლში დავშრე ოჯახის წევრები და დავლიე და ისე დავლიე რომ არ მახსოვს არაფერი, მოკეთ სულ ტყუილა დავლიე. დამავიწყდა ყველაფერი. ხო და ესეთ გამოდით მეზობლებო ნამდვილად დავსვავ. ცასმის გემო არ მიყვარს მოკლედ რა, მაგრამ ბოლოს რო უყურებდი ამ გასართობ ადგილებში და ისე მაღიზიანებდა ფხიზელი ძალიან მაღიზიანებს ეს თრალი ხალხი არ მომწონს. და გადაწყვიტე რომ მოდი მეც მოვწრუპავ ხოლმე რომ რაღაც ავიტანო ეს გარემო, იმიტომ რომ ფხიზელზე ძალიან ძნელი ამდენი თრალი ადამიანის ყურება. ვერ ვიტყვი ხარ ცუდი სიმთვრე, არავის არ ვერჩი ნამდვილად ჩემთვის ვერთობი. აი გაინტერესებდა ხო შენ? გასინჯული გაქვს? მე როგორი სიმთვრალე? სახში მიდიხარ და იძინებ. რა სოხომე? რაც ხელში მომხდება. რას კადრულობ? არაყი დაგილევია? არა, ერთი ორჯერ. ვინო? შამპანი. ცოტა ხანში შენ ისეთ სასწაულებს მოყვები, ახლა კიდე რა გაგიფუჭებია მოყები აბა. არაფერი. ესეთი აფერი არ ჩამიდენია ახლა. არც აპირებ. არა. იმიტომ ხარ კარგი ბიჭი. ბავშვები ძალიან დიდი მადლობა თქვენ ეს საინტერესო საუბრისთვის. ნანკა ეს არის გადაცემა რომელსაც ვაკეთებთ ბავშვებთან ერთად. პრინციპში ბავშვები ქმნიან ამ ყველაფერს და ეს არის გადაცემა ძალიან დიდი მადლობა. ეხლა შენ დარიგებო მისე კითხვები თუ რამე გაგაშინია. ვიცი რა მე ხა ბავშვებთან მოხდა როგორ არ ვისარგებლე ხა ეხლა გავხდი დედა და ძალიან მაინტერესებს რაღაცეები. თან ბიჭის დედა. ეს ცელკი ჩანხარ შენ. კაი, ყველაზე ძალიან რა გიშლის ნერვს აი მშობლისგან რა არ ქსიამონებს. ახლა მე მასტერ-კლასზე გავიარო და ისე წავიდე. აი რა. როცა მეგობრებთან მინდა ყოფნა ერთად და როცა მეგობრებთან ვარ ხოლმე სულ და აი როცა შუა გართობის დროს? შუა გართობის დროს რომ დამიძახებს ხოლმე და ამოდის სახლში. ხუთი რაღაცა მაინც ყველა მე ჩათითაოთ ამიხსნათ რა არის აუცილებელი დედისთვის? რა არის აი თავი? დედისთვის აუცილებელი არის რა თქმა უნდა სიურპრიზები და ტკბილი სიტყვა. ბავშვთან. კარგი. და გარანტირებული აქვს ჩემ შვილს. კიდე რა უნდა ვიცოდე? უნდა იცოდე რომ ბავშვთან უნდა იყო მეგობრული, გახსნილი და ანუ უნდა უყვარდე ბავშვს ესე რომ თავის ყველა საიდუმლოს გეუბნებოდეს და გიმხარდეს. არ ეშინოდეს არა ხო? აი თქვენ აი ამ ჩემი რჩევა იქნება რომ არასდროს არ ატაროთ ბავშვი ისეთ საგანზე ან მასწავლებელთან რომელიც არ უნდა სრული სამებრ უნდა იყოს. არ დავაჯალო. აი მაგალითად მუსიკას რო აძალებენ და მე სიბერეში რო ვეხავ ნანოფროატო არ დამაძალეთ რო ვიძახით რო რაღაცა გადა. ანუ მარტო თქვენი გადმოსახედიდან არ შეხედოთ ამას. მაგალითად თქვენ მუსიკა გინდოდათ და არ გატარეს მუსიკაზე. გამოუკიდებელ ადამიანთან გაიზარდოს თავიდან. აჰა. პატივს უნდა ცემდეთ ჩვილს, უნდა გიყვარდეთ, ხანდახან კაცრიც უნდა იყოთ, როცა ცუდად იქცევა და როცა ჭამს არ უნდა დააძალო ბავშვს. ჭამა არ უნდა დავაძალო? ანუ იმდენს ჭამთ, რამდენიც გინდათ, ხო? აი ეს აუცილებელია ეს დოზა შეჭამოთ, ესეც არ არის, ხო? ესე იგი მე არ ვიცი ეს გადაცემა მე მგონი უფრო უფროსებისთვის არის ვიდრე ბავშვებისთვის მოკეთ უფროსებო მოდით ხშირად სწუმრად ამ გადაცემაში ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ ბავშვის გაზრდაში ხო დაგეხმარებიან იმიტომ რომ აქ არის ჭეშმარიტება და რა ქვია გადაცემას ტყუილის გარეშე და ტყუილის გარეშე ხო მითხარით ყველაფერი ძალიან დამეხმარეთ ოღონდ მართლა იმიტომ რომ ბავშვისგან უფრო მეც გავიგებ მე ვიდრე უფროსისგან ძალიან დიდი მადლობა ნანკა დიდი მადლობა თქვენ რომ დამპატიეთ უმას მადლობა კიდევ ერთხელ შევიდეთ და შევუკროთ ამ არჩევნები ადამიანს შთაბეჭდება ძალიან კარგი მაქვს ზოგადად ბავშვებთან შეხება უკვე ძალიან სასიამოვნოა გინდა ადნე პოზიტიური ენერგეტიკა მოდის რაც რომ მეტი იქნება ესეთი გადაცემები რა თქმა უნდა უკეთესი იქნება და შთაბეჭდება მაქვს ისეთი რომ როგორ დატვირთული მივიდა ერთი რაღაცნაირი ბევრი კარგი და პოზიტიური ენერგია დამიგროვდა და წავდია თავარად ცოდნა იმიტომ რომ ბავშვებისგან იმდენი საინტერესო გავიგე რომ რაც შეიძლება მეც მშობლები თუ მოусმენენ თავიანთ ბავშვებს ალბათ უფრო ადვილი იქნება კომუნიკაცია და აღზრდა და მე როგორც ესე იგი ახალბედა დედა ვერაფრით ვერ იმას ვიზამ წავიდოდი აქ კითხვების გარეშე იმიტომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა მოვისმინე და მე მგონი უფროსებისთვის უფრო საინტერესოა აქ მოსვლა ვიდრე ბავშვებისთვის იმიტომ რომ იმათ მოსმენილი აქვს ასეთ ის შენი ისტორიები პრინციპში რაც საინტერესებს ის გკითხეს მაგრამ ნუ არ ვიცი მე ძალიან კარგ ხასიათზე მივიდივარ აქეთ